დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. რეუმატოიდული ართრიტი. ქრონიკული სისტემური აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც უპირატესად სახსრებს აზიანებს, თუმცა შესაძლოა პროცესში ჩართული იყოს სხვა ორგანოები და სისტემებიც. დაავადების მიზეზები. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა რეუმატოიდული ართრიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარ-განწყობა და გარემო ფაქტორების ზემოქმედება. აუტოიმუნური პროცესის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში უცხო აგენტებისგან, ბაქტერიები, ვირუსები, გვიცავს შეცდომით იწყებს საკუთარი ქსოვილების, ამ შემთხვევაში სახსრების შეტევას. ეს იწვევს ქრონიკულ ანთებას, სახსრების დაზიანებას, ტკივილს, შეშუპებას და ფუნქციის დარღვევას. რისკ ფაქტორები. გენეტიკა. გარკვეული გენების, მაგალითად HLA, DR4 გენის, არსებობა ზრდის რეუმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს. სქესი. ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ასაკი. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს, თუმცა ყველაზე ხშირად 30-50 წლის ასაკში იწყება. მოწევა. სიგარეტის მოწევა არა მარტო ზრდის რეუმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს, არამედ ამძიმებს მის მიმდინარეობას. ზოგიერთი ინფექცია, ზოგიერთი ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია შესაძლოა დაავადების განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს. რეუმატოიდული ართრიტის სიმპტომები შეიძლება თანდათანობით ან უეცრად განვითარდეს. დაავადებისთვის დამახასიათებელია. სახსრების ტკივილი. ტკივილი, როგორც წესი, სიმეტრიულია, ორივე მხარეს ერთნაირი სახსრები ზიანდებიან და უპირატესად წვრილ სახსრებს მოიცავს, ხელის მტევნები, ტერფები, თუმცა შესაძლოა მსხვილი სახსრებიც, მუხლის, მხრის დაზიანდეს. სახსრების შეშუპება. ანთების გამო სახსრები შესივებულია და შეხებისას მტკივნეულია. დილის შებოჭილობა. სახსრების შებოჭილობა, რომელიც გრძელდება 30 წუთზე მეტხანს და დილაობით უფრო გამოხატულია. სახსრების დეფორმაცია. ხანგრძლივი ანთების შედეგად სახსრები დეფორმირდება, რაც იწვევს მოძრაობის შეზღუდვას და ფუნქციის დაკარგვას. ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ხშირია დაავადების ადრეულ სტადიაზე. წონის კლება, უმადობა და ზოგადი სისუსტე ხშირად იწვევს წონის კლებას. კანქვეშა რეუმატოიდული კვანძები, მკვრივი, უმტკივნეულო წარმონაქმნები კანქვეშ, უპირატესად იდაყვის სახსრის მიდამოში. თვალების სიმშრალე და ანთება, სიოგრენის სინდრომი, რეუმატოიდული ართრიტის დროს ხშირია თვალების სიმშრალე, წვა, ქავილი და ანთება. პირის სიმშრალე, სიოგრენის სინდრომი, სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის გამო პირის ღრუშრება. პლევრიტი, პერიკარდიტი, ფილტვის ან გულის გარსის ანთება. ანემია ხშირია თანხლების სიმპტომი. დიაგნოსტიკა კომპლექსურია და მოიცავს ანამნეზის შეკრება, ექიმი დეტალურად გამოკითხავს პაციენტს ჩივილების, დაავადების დაწყების, ოჯახური ანამნეზის შესახებ. ფიზიკური გასინჯვა, ექიმი აფასებს სახსრების მდგომარეობას, შეშუპებას, ტკივილს, მოძრაობის დიაპაზონს, ამოწმებს კანქვეშა კვანძების არსებობას. ლაბორატორიული გამოკვლევები. სისხლის საერთო ანალიზი, შეიძლება გამოვლინდეს ანემია, ეთსის, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება. რეუმატოიდული ფაქტორი, ანტისხეულები, რომლებიც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, გვხვდება რეუმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების სისხლში. ციტრულინის საწინააღმდეგო ანტისხეულები უფრო სპეციფიკური ტესტია რეუმატოიდული ართრიტისთვის, ვიდრე ერეფი. C რეაქტიული ცილა, ანთების მარკერი. ინსტრუმენტული გამოკვლევები. სახსრების რენტგენოგრაფია, გვიჩვენებს სახსრების დაზიანების ხარისხს, ძვლის ეროზიები, სახსროვანი ნაპრალის შევიწროება. სახსრების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეკოსკოპია, საშუალებას იძლევა, შეფასდეს სახსრის სინოვიური გარსის ანთება, სითხის არსებობა სახსარში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, უფრო მგრძნობიარე მეთოდია, ვიდრე რენტგენოგრაფია და საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს სახსრების დაზიანება. რეუმატოიდული ართრიტის მკურნალობა კომპლექსურია და მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას, ანთების შემცირებას, სახსრების დაზიანების შეჩერებას ან შენელებას, სახსრების ფუნქციის შენარჩუნებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მედიკამენტოზური მკურნალობა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. მაგალითები, იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ცელეკოქსიბი და სხვა. მოქმედება, ამცირებენ ტკივილს და ანთებას.
გვერდითი ეფექტები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, თირკმელების დაზიანება. გლუკოკორტიკოსტეროიდები, ჰორმონები. მაგალითები: პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი. მოქმედება: ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სწრაფად ამცირებენ ტკივილს და შეშუპებას. გვერდითი ეფექტები: ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, წონის მატება, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის დონის მომატება, ინფექციებისადმი მიდრეკილება. დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული პრეპარატები. ტრადიციული მაგალითები: მეტოტრექსატი, სულფასალაზინი, ჰიდროქსიკლოროქინი, ლეფლუნომიდი. მოქმედება: ანელებენ ან აჩერებენ დაავადების პროგრესირებას, ამცირებენ სახსრების დაზიანებას. გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, თმისცვენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება. ბიოლოგიური მაგალითები: ინფლიქსიმაბი, ადალიმუმაბი, ეტანერცეპტი, რიტუქსიმაბი, ტოცილიზუმაბი, აბატაცეპტი. მოქმედება: მოქმედებენ იმუნური სისტემის კონკრეტულ რგოლებზე, რომლებიც მონაწილეობენ ანთებით პროცესში. გვერდითი ეფექტები: ინფექციებისადმი მიდრეკილება, ალერგიული რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში, ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკის მატება იშვიათად. ინჰიბიტორები. ტკივილგამაყუჩებლები. მაგალითები: პარაცეტამოლი, ტრამადოლი. მოქმედება: ამცირებენ ტკივილს. არამედიკამენტოზური მკურნალობა. ფიზიოთერაპია. მიზანი: სახსრების მოძრაობის დიაპაზონის შენარჩუნება, კუნთების გაძლიერება, ტკივილის შემცირება. მეთოდები: ვარჯიშები, მასაჟი, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, სითბური პროცედურები. ოკუპაციური თერაპია. მიზანი: პაციენტისთვის ყოველდღიური საქმიანობის შესრულების გაადვილება, სახსრების დაცვა დაზიანებისგან. მეთოდები: სპეციალური დამხმარე საშუალებების გამოყენება, სახლის და სამუშაო გარემოს ადაპტაცია. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მიზანი: ქრონიკულ ტკივილთან და დაავადებასთან გამკლავება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ქირურგიული მკურნალობა. ჩვენებები: მძიმე შემთხვევებში, როდესაც მედიკამენტოზური და არამედიკამენტოზური მკურნალობა უეფექტოა, სახსრები მნიშვნელოვნად დაზიანებულია და ფუნქცია დაკარგული. მეთოდები: სინოვექტომია, სახსრის სინოვიური გარსის ამოკვეთა, სახსრის ენდოპროთეზირება, სახსრის ხელოვნურით შეცვლა. რეგულარული ვიზიტები ექიმთან, აუცილებელია რევმატოლოგის მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობის გეგმის დაცვა. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, წონის კონტროლი, მოწევის შეწყვეტა მნიშვნელოვანია დაავადების მართვისთვის. სახსრების დაცვა: მოერიდეთ სახსრების გადატვირთვას, გამოიყენეთ დამხმარე საშუალებების საჭიროების შემთხვევაში. ინფორმაციის მიღება: გაეცანით თქვენს დაავადებას, რათა უკეთ შეძლოთ მასთან გამკლავება. გახსოვდეთ, რომ რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, თუმცა ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.